მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მღვდელი გიორგი ფირცხელანი. მამა გიორგი თავად წარუდგება მაყურებელს თუ სად სახურობს, რას აკეთებს და ასე შემდეგ და შემდეგ გამოვაკითხები. მოგესალმებით, მამა გიორგი. მე მსახურობ დაწმინდის მამა დავითის მამათა მონასტერში 2013 წლიდან ვარ სასულიერო პირი. მანამდე ვიყავი ამ ტაძრის მრევლი. ეხლა ასევე მსახურობ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი. დავიწყოთ ბავშვობიდან. ჩამოვიდეთ ხვევით. როგორ ბავშვი იყავ? ბავშვობა ძალიან ბედნიერი, ძალიან ზოგიერთ გონია რომ ბავშვობა არ ქონდა ჩვენ პეტერბურგლები გავხდით. ისე მართალია, იმიტომ რომ ბავშვობაში ესეთი მეცახელი მქონდა მღვდელი. ესე მეძახდნენ, რა ვიცი რა, ესე მღვდელიაო. და მართლა მღვდელი გავხდი მე. ესეთი მეცნიერების ოჯახი იყო. დიახ, ჩემი, ეხლა მე რო პატარა ვიყავი, მამა ჩემი ასპირანტი იყო მაშინ და ასპირანტის რაღაცა შეზღუდული შესაძლებლობებით, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარულიში და ძალიან დიდ სიკეთეში ვარ გაზრდილი. ჩემი დედა ჩემიც მერე დოცენტი გახდა და კონკრეტულ მეცნიერება დედა ჩემი იყო ციტოლოგი, ბიოლოგიის ერთ-ერთი განხრარი, მამა ჩემი იყო გენეტიკოსი. ოღონდ ბიოლოგი. მერე ეს ბავშვობა გადაიკვეთა 90-იანებთან, სრულიად აირია ყველაფერი, სხვა ორიენტირები დაისახა მაშინდელ საზოგადოებაში. ქვეყანას სათავეში ედგა ერთ-ერთი კრიმინალი და ახალგაზრდებისთვის ეს იყო თითქოს ნიშანი, რომ თვითონაც კრიმინალი უნდა ყოფილიყო და ამ ყველაფერმა თავისი გავლენა მოახდინა, რა თქმა უნდა, ჩვენს ყოფაზე. თუმცა მე ყოველთვის მახსენდება მამა ჩემის მაგალითი, რომელიც თავის პატიოსანი ცხოვრებით მაოცებდა რა, იმიტომ რომ ყველა რაღაცნაირად სხვანაირად ცხოვრობდა, ეს კაცი თავის ცხოვრების გზას არ ტოვებდა და სულ ვადებდა ჩემში რაღაც გარკვეულ. ცხოვრობდით. ჩვენ ცხოვრობდით ჩიქოვანის ქუჩაზე, ხილიანს რო ეძახიან, რა ვიცი, ესეთი უბანი არის საბურთალოზე. დოლიძის. მაიქა ვარ გაზრდილი და ერთ-ერთი სული უბანი იყო კრიმინალური თვალსაზრისით, თვითონ ის სახელმწიფო მეთაურიც იმუბნელი იყო და მოკლედ ჩვენ ყველა სრული ის ქონდა მოკლედ. მისემული ყველანაირად და ძალიან რთული იყო გაგერკვია სად იყო ჭეშმარიტება და სად იყო ტყუილი, მაგრამ ძალიან დამეხმარა. აი მამა ჩემის პატიოსნების მაგალითი რომ არ ჩავკარგულიყავი ისე როგორ ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი მაშინდელ აი 90-იანებში ზოგი ცოცხალი არ არის და ზოგი კიდე დაზიანებული არის ან ჯანმრთელობის მხრივ ან ზოგადად აი ნარკოტიკების გამო და სხვადასხვა პრობლემების გამო. ეკლესიაში მოსვლა, რაც შეეხება ჩემ ეკლესიაში მოსვლას, ეს ჩვენ სულ ისეთი ოჯახი გვაქვს რა. წარმოშობით სვანეთიდან ვარ და ძალიან მორწმუნე ოჯახი ვართ. ბაბუო ჩემი სვანეთში ბევრი ტურისტები დადიოდნენ ადრე. ეხაც ბევრი დადიან, მაგრამ ნუ მაშინ ჩვენ ბავშვობაში, აი რომ მაქვს სურათები, პატარები ვართ 2 წლის, 5 წლის, ხატების ფონზე და სულ ესე ბაბუო ჩემი ხელში იჭერდა ხატს და ისე იღებდა ხოლმე სურათებს, მაგრამ აი ესე გაცნობიერებულად რომ ეკლესიური გახდა, ეს თუ სხვა არის. აი ერთია დადიხარ და სანთელს ანთებდა როლსულობ, მაგრამ მეორე არის, როდესაც უკვე გაცნობიერებულად იწყებ გარკვევას, თუ ეს რა ხდება, ეს სერიოზული სიმშვიდე, ეს სულიერი ძალა, ენერგია საიდან იღებს სათავეს, აი ამას და იკვლევ და არკვევ. გავიცანი მე მართლა ძალიან კარგი კაცი, მამა თომა ჯაჯანიძე. აი ეს გაგიგებსო შენო რა, ძალიან კარგი მოძღვარიაო და წამოავიდეთო და მახსოვს აი როგორ ავედით იმ ტრამვაით მამა დავიძე და იმ საოცარმა გარემომ დამატყვევა, საოცარის სიმშვიდე ვიგზენი, მაშინ მამა თომა არ იყო იმ დღეს, მაგრამ უკვე რაღაც ვიგზენი ძალიან დიდი რა. კიდე მოხვიდოდით. და მე მივედი კიდე მეორედ, მესამედ და მე მამა თომას გავიცანი, თუმცა ჩემში აი ეს ყოველ მისვლაზე, ყოველ ჯერზე შემოდიოდა ესეთი საოცარი სინათლე და ენერგია და ამას თავიდან რომ მეგონა რომ ეს რაღაც სუბიექტური იყო, თურმე აღმოჩნდა რომ მარტო მე არა ვარ, ესე სხვაებიც ესე აი ამ შინაგანი ძალის გამო არიან ხოლმე აძარში. მე გავარკვიე. ხან მსახურობდა, ხო? მამა თომა არა, ძალიან 40 წლის გარდაიცვალა. და რამდენი წელი მოუწია იმაზე ტაძარში?
ტაძარში მოუწია დაახლოებით 8 წელი დაახლოებით. მე უფრო გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა, ხო და მაშინ შუნტირება ახალი დაწყებული იყო და გარდაიცვალა. მოკლედ მამათომა მაზიარა იმ ეკლესიური ცხოვრების წეს. თავიდან ძალიან რთული მეგონა ეს ყველაფერი, რომ დავდექი 2 საათი ფეხზე, აი ესე გაუნძრევლად და ლოცულობდით და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დავინახე რომ ჩემზე პატარა გოგოები, ბიჭები იდგნენ იქა პატარა 12 წლის და ესე ფეხს არ იცვლიდნენ, შემრცხვა რა მეთქი ამ ხელაკაცი. 24 წლის ვიყავი მაშინ 23. ნელ-ნელა დაიწყო ეს ეკლესიური ცხოვრება. მე ესეთი ამბავი მოხდა თქვენ არც იცით შეიძლება მამა გიორგი რომ მამა თომას შვილი, ნინო, ჩემი მეუღლეა, იქ მოხდა ეს ჩვენი გაცნობა, შეყვარება, გამიკვირდა იმ 90-იანი წლების ფონზე, როდესაც ადამიანები ერთმანეთს არენდობოდნენ, ადამიანის სიცოცხლე ფაქტობრივად არაფერი ღირდა, უცებ ხედავ გოგონა მამამის აბარებს აღსარებას. ეს ძალიან დიდი შთაბეჭდილება გამოახდინა ყველაფერმა და შეუქმნით ოჯახი. დღეს 4 შვილი გვყავს და მამა თომასთან კი გამიჭირდა ამ ყველაფრის მიტანა, როგორ რანაირად, მაგრამ დიდები არიან პატარები? უფროსი 23 ხდება, 22-23 ხდება და უმცროსი 14-ის არის და უპატარები აღარ არის, დიდები. კი, დიდები არის, უკვე ეკლესიას წირავენ თანხებს და რა ვიცი, უფროსები ნელ-ნელა უკვე ჩაბმულები არიან აი ამ ცხოვრების. ანუ თავის საქმეები აქვს უკვე, რა ვიცი, ძალიან მაგარი ახალგაზრდობაა, საოცარი ახალგაზრდობა მოდის. ეხლა მე არ ვიცი, მამა გიორგი თქვენ ბევრი პროექტი გაქვთ განხორციელებული ახალგაზრდებთან ერთად და ბევრი რამე გაქვთ დაორგანიზებული და ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ საოცარი რო ვესაუბრები, ხო? ეხლა არა ვარ ეხლა ისეთი, მაგრამ მგონია რომ აი ჩემზე გაცილებით ნაკითხებიც არიან, ჭკვიანებიც არიან და სულიერებიც არიან. მე რაღაც იმ ახალგაზრდებს ფაქტობრივად ვერც ნახულობ, ვინც აი თითქოს რომ იტყვიან რომ აი ეს რა თაობა მოდის რაც აი ესეთი რა არც ვიცნობ ეგეც. ეკლესიაში ჩემი მოსვლა მერე დაუკავშირდა კიკეთის ეკლესიასაც. ხო, ანუ როდესაც გადაწყდა ჩემი მღვდლობა, ანუ პატრიარქთან შემიყვანა მოზღვარმა ჩემმა და პატრიარქმა კი მაგრამ აღარ გინდაო ექიმობაო და ჩემო მოზღვარმა მე პატრიარქსო ველაპარაკები საერთოდ ენა მება საერთოდ ვერაფერს ვერ ვამბობდი და ჩემო მოზღვარმა კიდე კაი უთხრა რომ არაო ეხლაო სულიერი ექიმი უნდაო გახდესო და მოკლედ აღმოჩნდი კიკეთში მამა ანდრიასთან ჩემი და მამა ანდრია მაშინ დაანიშნეს წინამძღვრად კიკეთის ჩაღმაიძე კიკეთის ტაძრის და იქ დავიწყე მე დავითნეობა ეკონომოსობა სტიქაროსნობა და რამოდენიმე წელიწადში უკვე ხელიც დაამასხეს 2013 წელს და ძალიან ისე კარგი წლები გავატარეთ კიკეთში, ძალიან კარგი წრე შეიკრიბა მამა ანდრიას ირგვლივ და აი ყველას მივესალმები აი ამ გადაცემას თუ უსმენენ და დაიწყო შემდგომ ჩემი ესე ვთქვათ შრომა და წვალება და მოღვაწეობა მამა დავიძე მთაწმინდაზე. ამავე დროს მამა ანდრია დანიშნეს პრესპიკერად და მეც რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება ჩვენ ერთად მოვდივართ გვერდში დაუდექი და დავიწყეთ ესეთი ძალიან კარგი პროექტები მამა გიორგი თუ გახსოვთ თქვენ იყო ესეთი სამების ახალგაზრდულ ცენტრში კეთდებოდა პარლამენტარების მინისტრების და აღმასრულებელი მთავრობის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით და ასევე ეკლესიის მონაწილეობით. კი, თავიდან მამა ანდრია აკეთებდა, მე პრესპიკერად რო გადაიყვანეს, მე გავაგრძელე ეს საქმე და ძალიან კარგი შეხვედრები კეთდებოდა საჭიროებო საკითხებზე, ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აღელვებდა, ამ დროს კომუნიკაცია ყოველთვის ჭირს ხოლმე მთავრობასთან, პარლამენტთან და ის იყო ის რაღაცნაირი ფორმატი, სადაც ახალგაზრდებს აი პირდაპირ შეეძლოთ მინისტრისთვის აი ეს ყველაფერი ეთქვათ ან თქვათ სასულიერო პირს და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი თემები მათ შორის აბორტის შესახებ მათ შორის აი ოჯახური ძალათობის აი რო იჭერდნენ ქმრებს თუ გახსოვთ ერთი პერიოდი აი ქმრები და რაღაც აი ძალიან ბევრი ქმარი დაიჭირეს და მე აღმოჩნდა რომ ოჯახები დაინგრა ამის გამო რაღაცა და პრობლემას წარმოადგენდა და დასაქმება და ერთ-ერთი ესეთი ფორმატი გაკეთდა მე ესეთი შეხვედრა გაკეთდა ახალგაზრდების რეალიზაციის შესახებ რომ
კი ვერ რეალიზდებიან ახალგაზრდები ახალშექმნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დამნიშნეს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელად და იმის მერე დაუიწყეთ ძალიან ესეთი მასშტაბური პროექტების გაკეთება, რამოდენიმე ესეთი ძალიან კარგი პროექტი გაკეთდა, წმინდესისა და უნეტარესის, ესე ვთქვათ, ლოცვა კურთხევით. გასვლებიც იყო ჯერ თავიდან თქვენს ესწრებოდით, მაშინ აქრო ჩატარდა, აი ახალგაზრდების და ბავშვთა კოდექსზეც ვლაპარაკობდით ახალგაზრდების პრობლემებზე, ოჯახურ ძალადობაზე, ფსიქოლოგებიც იყო მოწვეული და ესეთი შეხვედრები ჩატარდა მამა გიორგი ესევე ყველა რეგიონში აბსოლუტურად 200-ზე მეტი სასულიერო პირი დაესწრო აი ამ შეხვედრებს და ძალიან ბევრი ისეთი თემა, რომელიც ვიდეო მასალა, ფოტო მასალა ყველაფერი არსებობს. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე, ოფიციალურ გვერდზე საპატრიარქოსი ეს ყველაფერი იდებოდა და მე სამწუხაროდ ეს პროექტები დროებით რაც მორჩა რაღაცნაირად და შემდგომში იმედი არის რომ კიდე გაგრძელდება ესეთი შეხვედრები, ასევე ახალგაზრდული მიმართულება თანამშრომლობდა სტუდენტურ პარლამენტთან და მასთან ერთად ატარებდა ესეთ შეხვედრებს ახალგაზრდებთან. ეს ორგანიზაცია ძალიან წარმატებული არის ამ ახალგაზრდების მობილიზების საქმეში და ახლობით 20,000-მდე ახალგაზრდა არის გაერთიანებული ამ სტუდენტურ პარლამენტში. და ეს აი ამ საქმის მესეურები ბატონი გიგა გლუნჩაძე და ანზორ მეგრელიშვილი გვიწევენ ხოლმე ჩვენ სხვადასხვა ესეთ ღონისძიებებზე, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც არის საქართველოს კულტურული დღეები ჩატარდა თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში. მერე პანდემიის დროს სვანეთში გაკეთდა ეს, იმიტომ რომ გასვლა შეუძლებელი იყო და აქ ყველგან ვიღებდით მონაწილეობას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოძღვრებთან ერთად. ეხა კეთდება კიდე ძალიან კარგი პროექტი თავდაცვის. მაგ მინდა და ეხა თქვენ თან შევხვდით, მიყვებოდით და მოდი საზოგადოებრივ დაწვრილებით ეხა მაშინ ისე ვერ მოგიყევით. ჩვენ საპატრიარქოში დაგვებადა ესეთი იდეა მე და მამა გურამ ჭარერაშვილი მივედით თავდაცვის სამინისტროში, რათა შეგვეთავაზებინა თავდაცვის სამინისტროსთვის საქართველოს ახალგაზრდებში მომხდარიყო ქრისტიანული ღირებულებების პოპულარიზაცია და ამავე დროს იმ პატრიოტული სულის ასევე გაღვივება, რომელიც რამდენი აქვს. ხო და ეს ყველა ქვეყანას აქვს ზოგადად პრობლემა, ჯარში წასვლის პრობლემა არსებობს, ესე ყველა ქვეყანაში აი ნებისმიერი ქვეყანა ამ პრობლემით არის და აქედან გამომდინარე ეკლესიას შეეძლო თავისი ძალიან კარგი როლის შესრულება იმაში, რომ თავდაცვის სამინისტრო შევსებულიყო ესეთი ანთებული ახალგაზრდები და არა ისე ძალით რო წაიყვანენ. ესეთი იდეით რომ მივედი, აღმოჩნდა რომ თავდაცვის სამინისტროზე ზუსტად იგივე იდეა ქონია და ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე რომელიც კი ბატონო რა ვიცი ძალიან გაუხარდა მას ეს ყველაფერი დაგოკავშირა შესაბამის პიროვნებებთან, კერძოდ თავის მოადგილესთან ბატონ გრიგოლ გიორგაძესთან და ბატონმა გრიგოლმა კიდე ეს გაგვაცნო ვინც აი ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსთან კი ბატონო აი ამ ყველაფერს უძღვება ბატონი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი და აი ეს ყველაფერი უკვე ივნისში დაიწყება, უკვე თანხები ყველაფერი გამოყოფილია ბაზა კოჯრის, სადაც მე-12, მე-11 და მე-10 კლასელები 800 ბავშვი გაივლის აი ამ ერთკვირიან ნაკადებად თუ რეგიონებიდანაც არიან. რეგიონებიდანაც არიან და თბილისიდანაც არიან და აი ესე ნაკადებად გაივლიან, აი ესე თან ჯარში იქნებიან, თან სათამაშო და სახალისო იქნება და ჩვენც გავისაუბრებით მათ იმ მეფეებზე, რომლებიც თავისი ცხოვრების წესით ამავე დროს ძალიან დიდი ქრისტიანები იყვნენ და ჩვენმა ეკლესიამ ისინი შეერაცხა წმინდანებად იმ ღირებულებებზე, რომელიც ჯარისკაცს უნდა კონდეს, რომ ვიღაცა ესე ვთქვათ იმარადიოროს, რომ ვთქვათ შეეძლოს, რომ
რთულ მდგომარეობაში შეინარჩუნოს თავისი ადამიანი გამოვალიდეს ადამიანად. ხო, იბატონო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ძვირფასი არის. რა ვიცი, მამა გიორგი, აი პანდემიის დროს იყო ძალიან კარგი, რომ აი სახში ჩაკეტილ ბავშვებს ჰქონდათ საშუალება ონლაინ Zoom-ის რეჟიმში შეხვედროდნენ მოძღვრებს ესევე და ახლა თან ეს Zoom-ის ფორმატი Zoom-ი კი არისო, კიდე მეორე არის Google Meet-ი, რომელიც 300-მდე ბავშვით შემოსულა ერთ შეხვედრაზე, ესეთი შეხვედრები ჩაგვიტარებია ბავშვებთან და მათთვის შეგვითავაზებია ქრისტიანული ღირებულებების შესახებ ესეთი სწავლებები, ინფორმაცია და ეს ყველაფერი, ხო, ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ როდესაც მას რაღაც გადაწყვეტილება აქვს მისაღები, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს, ხო? როდესაც ბავშვმა არ იცის ქრისტიანობის შესახებ არაფერი და მხოლოდ რაღაც ესეთი სტერეოტიპული რაღაცა ცოდნით არის შეიარაღებული, ეს რა თქმა უნდა მას ზოგადად განათლების სისტემა ამის გარეშე რას წარმოადგენს მე ვერ ხვდები და ჩვენი მიზანი არის რომ მალე თუ კეთდება, აი ეხლა მაგალითად მე დღეს ვნახეთ გადაცემაში ვისაუბრეთ ინფორმირებულობა, აი რაღაცა პიარშო მუზახიან კიდეც ხო? აი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე ესე მასიურად ხდება, ძალიან სერიოზულ პროექტზე ლაპარაკობთ ახლა თქვენ. სხვათა შორის არ არის ეს რაღაცა ჩვენ ესეთი გვიჭირს სასულიერო პირებს, ხო? შემა მაგრამ მარცხენა არ იცოდეს რა საკეთებს, შედი მარჯვენაო, ხო? აი ძალიან გვიჭირს ეს პიარის საკითხი, მაგრამ დადგა ამის იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მარტო ერთ-ერთ კომპანიას არ დავასახელებ 4500 გადაცემა აქვს ეკლესიის წინააღმდეგ გაკეთებული სპეციალურად პრაიმ ტაიმში ერთს ესეთი არის კიდე 3 თუ 4. ხო. და აღმოჩნდა რომ თურმე შენ დღეს ხარ ძალიან დიდ ბრძოლაში და თუ შენ არ განმარტება არ მიეცი საზოგადოებას არის ძალიან ძნელი რომ დაიცვა საზოგადოება იმ წამოსული ნიაღვრიდან. სარი ინფორმაციის ნიაღვრიდან, ფეიქ ესე ვთქვათ ინფორმაციიდან და ამიტომაც შეიქმნა ზუსტად ეს სამსახური და ყველა შორის გადამოწმებელი და საერთოდ მოგონილიც ძალიან ბევრი რაღაცა გვინახავს. ხო, რა ვიცი, ხა აი ყველა ვიცით რომ აღქმებზე დაიყვანეს დღეს ინფორმაციას და ფაქტებს კი არაც წვიან საზოგადოებას, აღქმებს უქმნიან და კონკრეტული მესიჯები აქვს. ხო, აღქმა რომ მქონდეს რომ ცუდადაა საქმე, ან რაღაც ცუდად ხდება ამ სიწმინდის წესით ორგანიზაციაში, თურმე რაღაცა აი ესეთი არ არის. ანუ აღქმების შექმნა არის და არანაირი გადამოწმება იმ ფაქტების, რასაც ისინი ანუ რაღაც მუსიკის დახმარებით, სპეციალური ტექნოლოგიი, კადრების რაღაცნაირი დამონტაჟების დახმარებით იქნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც დაძაბულობა თითქოს რაღაც ამ დროს ეკლესია თავისი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს, რეკავს და არებს, ეძახის სურველებს, რომ მოვიდნენ ეკლესიაში, თუ ვინმე მოისურვა ყველგან მიდის ეკლესია, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ფიზიკურად ვერ მოდის, ეს არის პატიმრები და მინდა მივესალმო მათ ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით და უთხრა რომ ხნეობა არ დაკარგონ და გაძლიერდნენ მოხუცებულები, ბავშვები და ღმერთმა დაალოცოს ყველა ეს ადამიანი და რა ვიცი, აი ეკლესია თავისი ჩვეული ცხოვრების ცხოვრობს, თუმცა ჩვენ ვართ რაღაც ისეთ რეჟიმში, თითქოს აქ რაღაცა დაძაბულობა, იმის მხრივ რაღაც თითქოს ურთიერთობების მხრივ შიგნით, თითქოს დაპირისპირებებია რაღაც ეს. შორის ჩვენი გადაცემაც ამას უწყობს ხელს, რომ აი მოვძებნოთ მოძღვრები და აი მამა გიორგი თქვენს ახლა აი ჯერ მარტო რამდენი გავაკეთეთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, გახსოვთ ალბათ რამდენი კონფერენცია იუნისეფი როგორ დაგვიდია გვერდზე, ყველა საელჩო და ყველა დიპლომატიური კორპუსი რომ მოვიწვიეთ, მერე ჩვენ სახლებში გვიხტებოდნენ, აქციებს გვიწყობდნენ, აქ ზოგი აი ვითომ პოლიტიკოსი, რომელიც არ მინდა ვთქვა, ფულს რო იღებს და ამ დროს ხო ხდებით რა და ვითომ ხო ძალიან დიდი, იმიტომ რომ ის იმხელა ლობი ყავდა ამ ინდუსტრიას, ამ აზარტული თამაშების და რეები გვა გავლილი. მერე სუიციდის ბავშვა რო თავი მოიკლა ლუკას ირაძე, რამხელა ის ატყდა მერე რაღაცა რომ ერთმა მოიკლა, მერე მეორეც რა ვიცი, რამდენი შეხვედრა ჩავატარეთ. რავი, ძალიან ბევრი რამე კეთდება საპატრიარქოში, ისეთი რომელიც საზოგადოების არ მიდის, ვერ მიდის, იმიტომ რომ საზოგადოებას ყურადღება აქვს გამახვილებული, ვთქვათ, არ ვიცი, ისეთ
თემებზე, რომელსაც რაღაც მასმედია მას თავაზობს. მესიჯ ბოქსი რო ქვია რა. თავისი მუსიკით. ხო, თავისი რაღაცა და ამ დროს ეს თემა ხო ეხა ის პრეზიდენტი იმ სასახლეში იცხოვრებს თუ ამ სასახლეში იცხოვრებს, შეიძლება საერთოდ ამ ადამიანებს არ უხსნიდეთ იმ პრობლემებს, რაც მას მწვავედ უდგას, ხო, დასაქმების პრობლემა, ოჯახში ნარკომანიის, აზარტული თამაშების და ამ ყველაფერს ხო ძალიან ჩუმად, ძალიან ესე შავ საქმეს აკეთებს ეკლესია, მაგრამ ის რო არ საუბრობს ამის შესახებ, ეს ყველაფერი არის შემდგომში მიზეზი იმისა, რომ ვიღაც უკეთური ადამიანები ამით სარგებლობენ და მცდარ ინფორმაციებს ავრცელებენ სხვადასხვა გინდა სასულიერო პირებზე და გინდა ეხა უნაკლო რა თქმა უნდა არავინ არ არის 12 მოციქულში ერთ-ერთი იუდა იყო, ხო? ეკლესია არ მალავს თავის არც ნაკლოვანებებს და მადლობას უხდის კრიტიკისთვის ყველას, მაგრამ 4500 გადაცემას რო გააკეთებ, ეკლესიის წინააღმდეგ და ერთ გადაცემას არ გააკეთებ, ეკლესიის სასარგებლოდ, ხო, აქ ხო ნიშნავს, რომ ეს ტენდენციურია, ხო, ეს ყველაფერი. სალაპარაკო, მართლა ძალიან ბევრია საქმეები, თქვენ მართლა ბევრი გაქვთ განაკეთები, ეხლა მე თვითონ მახსენებდით პროექტებს, რომლებიც გაკეთებული გაქვთ, ეხლა გამახსენდა მეც მათ შორის, მაგრამ არის პერიოდულად ეს გასაცოცხლებელი და ისე თქვენი გადაცემისთვის მადლობა მამა გიორგი, რომ ესე აი ყველაფერზე გვაქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის შრომა, რომელსაც საპატრიარქო ეწევა საზოგადოებისთვის, ყოველთვის საპატრიარქო იდგა საზოგადოების გვერდში და ყოველთვის უნდა კონდეს საზოგადოებას იმედი ეკლესიის, რომ ის არასდროს არც თავის ქვეყანას და არც თავის ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხალხი, ეკლესიაა ხალხი, ეს არის ის საზოგადოება ძირითადად, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყანას და როგორ შეიძლება რომ აქ რაიმე ისეთი ხდებოდეს, რაც ამ ქვეყანას დააზიანებს. პროდიუსერმა უკვე რამდენჯერ მანიშნა, რომ დრო ამოიწურა, მაგრამ საინტერესო თემები იყო და მეც ვერ გავჩერდი და გისმენით ამ ძალიან საინტერესო ყურადღებით. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო და ჩვენი სტუმარი გახლდათ უდელი გიორგი ფირცხელანი. მადლობა მამო, დაგულოცეთ. აიხარეთ და თქვენ მადლობა მამა გიორგი. მომავალში შევხვდებით კიდევ ერთხელ. იცოცხლე. აიხარეთ. მადლობა. ახონდ. ახონდ.